დედაღვთისას განსაკუთრებულ თაყვანისცემასა და განდიდებას ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი და მოხატულობა ეძღვნება. მათ შორისაა ჩვენი ქვეყნის ძველთა ძველ კუთხეში, აფხაზეთში არსებული ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია მე-10 საუკუნით თარიღდება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებისთვის საკმაოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი მისი კედლის მხატვრობის ნაშთები, რომელმაც ჩვენამდე ღვაწლმოსილი ხელოვნებათმცოდნის ლეო შერვაშიძის მიერ გადაღებული შავთეთრი ფოტომასალის მეშვეობით მოაღწია. სამწუხაროდ ყველასათვის კარგად ცნობილი მოვლენების გამო ჩვენ დღემდე სწორედ ამ მასალით ვხელმძღვანელობთ. ვერ ვიგონებ მაგალითს პარალელურ მასალას შეიძლება ითქვას, სადაც გუმბათში ღვთისმშობელი იყოს დომინირებულად გადმოცემული და აი აქ ესე თუმცა ცხადია ეს სიმბოლურად არის გადაწყვეტილი და აქ ეს საგანგებოდ მხოლოდ ღვთისმშობელი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ აი მე-11 საუკუნის თვითონ აი ამ ლიხნეს ძეგლში არქიტექტურულად, რელიეფურად არის გუმბათში გამოყოფილი 8 ქიმიანი ჯვარი. მოდი ესე პირდაპირ ვთქვათ, 8 ქიმიანი. ანუ პრაქტიკულად ქრისმაა ხომ ეს? და ეს არის მაცხოვრის მონოგრამა. რელიეფურად გამოყოფილ 8 ქიმებს შორის არის სეგმენტები, სამკუთხა სეგმენტები და აი ამ სეგმენტებში არის ჩაწერილი ღვთისმშობელი ორანტა და 7 ანგელოზი. 2 მთავარანგელოზი, ლორატული მთავარანგელოზი მის ორსავ მხარეს და დანარჩენი ანგელოზები ქიტონებსა და ჰიმატიონებში. 7 მთავარანგელოზი. ანუ გუმბათში ღვთისმშობლის ამაღლებაა ფაქტობრივად ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, ხო? და განდიდებაც ერთად ღვთისმშობლის მიძინება ამაღლების, ვთქვათ, ისტორიული კომპოზიცია, რო ვთქვათ, არის დასავლეთ კედელზე მოცემული და აქ არის მთელი დასავლეთი კედელი ეძღვნება ამას და საკურთხეველში ღვთისმშობლის დიდება არის, სადაც აი ეს მე-14 საუკუნისთვის ძალიან გავრცელებული ცნობილი კომპოზიცია გახლავთ ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობლითა და ღვთისმშობლის განსაკუთრებით გადიდებული ესეთი მონუმენტური ფიგურით და მასთან ასე ვთქვათ ფიზიკურადაც დაპატარავებული, რამდენადმე უფრო შემცირებული 2 შევრდომილი ანგელოზი. ტაძრის დასავლეთ კედელზე მიძინება ამაღლების ფრესკის პირვანდელი სახის აღდგენით დაინტერესდა გვარი, რომლის ისტორიულ სამკვიდროს წარმოადგენდა უძველესი ისტორიის მქონე სოფელი ზუფუ, ახლანდელი ლიხნი. ხელოვნებათმცოდნე ლეო შერვაშიძის ნაშრომის შუა საუკუნეთა მონუმენტური მხატვრობა აფხაზეთში მიხედვით შესაძლებელი გახდა დაეწყოთ ზრუნვა ხატის პირვანდელი სახის აღსადგენად. სწორედ ამან გვიბიძგა და ამან მოგცა შესაძლებლობა, რომ გვეფიქრა, რომ სრულად ხო არ შეიძლებოდა ამ ხატის წარმოჩენა და ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაცული ფრესკიდან ხო არ გაგვეცოცხლებინა ხატში ეს ყველაფერი და ხო არ შეგვექმნა ეს თავიდან დაგვეწერა ეს ყველაფერი. სწორედ ამის მერე ვეცადეთ, რომ მოგვეძებნა ადამიანი, ხატმწერი, რომელიც პრაქტიკულად გააცოცხლებდა ამ ფრესკას ხატში და მივმართეთ ბატონ დავით ორგოშიას, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ წკენვალედ გაართვა თავი ამ საქმეს თავის შეგირდთან ერთად, ბატონ კახაშვილთან ერთად და დღეს არა მარტო ჩვენ, არამედ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ბევრი ამაყობს იმით, რომ ესეთი ხატი, სადაც მიძინებაც და ამაღლებაც ერთ მთლიანობაშია მოცემული, პრაქტიკულად ბოლო პერიოდის მანძილზე პირველად დაიწერა. ყურადღებას იმსახურებს მხატვარ გიორგი ფეიქრიშვილის ქართული ორნამენტებით შემკული ხატის კიოტიც, რომელიც ხაზს უსვამს სიწმინდის წარმომავლობასა და სულიერ სიმდიდრეს. ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ახლად შექმნილი ხატი შარიების გვარის წევრთა შორის ოჯახიდან ოჯახში დაბრძანდება. ახანს ეს არის ჩემი კუთხე და მე თვითონაც გახლავართ აფხაზეთიდან, შენთვის უფრო მეტად საინტერესო იყო, თან იყო ეს ერთადერთი თუ არ ვწდები მაინც თვითონ აფხაზეთიდან ენგურს გადაღმა მხრიდან შეკვეთილი ხატი და ამას რაღაცნაირი დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის. როგორც ხედავთ, ჯერ შესულდა ფანქარში ეს ყველაფერი, ესკიზი დეტალურად და მე ჩემი თანაშემწის დახმარებით კახა შერგელაშვილის, რომელიც არის ჩემთვის აღმოჩენა ნიჭიერი საკმაოდ ახალგაზრდა კაცი,
რომელიც არც ისე დიდი ხანია ჩემთან ერთად მუშაობს და ეს ერთგვარი საჩუქარი იყო ზუსტად რომ გამომიჩინა ეგეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ზუსტად იმ ნააზრევის გადატანა უკვე დაფაზე და გარკვეულწილად ეს ხატი შესრულდა ორივეს მონაწილეობით. ნათლისღების დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა ღვთისმშობლის მიძინების საგვარეულო ხატი და შარიების გვარი დალოცა. მოწვიდოვეთ და ხალხსაც იმას შევთხოვთ, რომ ახლო მომავალში ქვეყანა გამთლიანდეს. ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მივაბრძანოთ ეს ხატი და იქიდან ვილოცოთ ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი გვარისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მიზეზიც და მიზანიც იმისა, რომ ამან დაუდოს საფუძველი და საფუძველი ჩაიყაროს იმას, რომ ამ ხატებით ჩვენ შევძლოთ აფხაზეთში დაბრუნება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.